ის ინფლუენსერები TikTok-ზე და ვინებიც იყვნენ ძირითადად რა. იყვნენ რა თქმა უნდა პროვოცირებული, იმიტომ რომ მე პირადად პირველად ვამბობ ამას, ომი სანამ რუსეთ-უკრაინის დაიწყებოდა, მაგამდე შემოთავაზებები მქონა არასამთავრობოდან. ოღონდ როგორი შემოთავაზებები მქონა, ესაა ძალიან საინტერესო, მახერა არის და როგორ აყავთ ეს ახალგაზრდობა რა. რომ მაგალითად რაღაც პროექტს ვიწყებ, ის ახლა მარტივად ძალიან რბილ რაღაცას გემონება, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებებზე შენ თუ ვიდეოს გააკეთებ, რაღაცა გააკეთე, ცუდი რა ჟღერს ახლა დემოკრატიის უფლებები. რომ გარკვეული სარგებელი შენ გექნება. გარკვეული სარგებელი ეს ფინანსურისაც ნიშნავს, ეს სოციალური მხარდაჭერა, ბევრი რაღაცეები. ეხლა მე ჩემი გადმოსახედიდან არსებობს რაღაცეები, რასაც უბრალოდ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ იდეის არ ვჩერა. არსებობენ მეორე ნაწილი ადამიანების, რომელიც ამბობენ, რომ ფული საჭირო არაა. მე ვამბობ, ფული საჭიროა ცხოვრებაში, მაგრამ რის გამო და რის ფასად აიღებ ადამიანი. აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს თუ ემსახურება, რომ აშკარად იქ რაღაც ბაბლში შეგიყვანენ, იქ როგორც ფრანკლინის კლუბები და ეგენი არის და მე იქ ჩაგითრევენ. აქ მამნებლ, ანუ ჩემდი რეალურად ფულს დებენ არა იმაში, რომ შენ დემოკრატია ადამიანის უფლებები გასწავლო, არამედ იმაში, რომ შენ გამოგიყენო. თან მაგას არ ვიმართავენ მარტო. გოგოებს გზავნიან, იმებს, ამ ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ჭკვიანი ბრალებში გავიზარდე და ეგეთ რამებს ვერ მოვატყუებდნენ ვერასდროს. გოგოებს გზავნიან.